მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ახალგაზრდული პოლიტიკა და მე მისი წამყვანი სოფო ზურაბიანი ვარ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა ეს გახლავთ ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ახალგაზრდების ცხოვრებაში. ჩვენ ასევე, რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შევეხებით განათლებასაც, ახალგაზრდების განათლებაშიც. ჩვენი დღევანდელი სტუმარი ნათია სტეფანიშვილი დაგვეხმარება. ნათია გახლავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. ნათია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა, რომ მოგზავნდი გამონახე დრო და მინდა გითხრა უშუალოდ შენზე, შენს პროფესიაზე. მე აღვნიშნე, რომ შენ ხარ განათლების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. მაინტერესებს, რას ითვალისწინებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ფაკულტეტზე სწავლება. რა პრაქტიკები გაქვთ, რა სწავლობთ თეორიულად ზოგადად და შემდეგ უკვე გადავიდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. მოგესალმებით, სოფო, დიდი მადლობა გადაცემაში მოყოლისათვის. მე ვარ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, განათლების ფაკულტეტის სტუდენტი და ჩემი ძირითადი სპეციალობა არის მასწავლებლის განათლება, ანუ დაწყებითების განათლება. გარდა ამ სპეციალობისა, ჩვენს ფაკულტეტზე არის აგრეთვე ინკლუზიური განათლება, რომელიც მოიცავს ესეთი ჰიპერაქტიული ბავშვების შესახებ და რაც შეეხება ჩემს პროფესიას, უშუალოდ დაწყებითი განათლება და პატარებთან არის ძირითადად შეეხება როგორც პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით არის ეს სპეციალობა. ნათი, თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკები თუ გექნებათ მომავალში ან თუ გქონიათ? სამომავლოდ კი არის პრაქტიკები, მე-4 კურსიდან დაგვეწყება ჩვენ პრაქტიკები, ამჟამად მხოლოდ თეორიულ საკითხებზე გავდივართ. მაგრამ რაც შეეხება პრაქტიკას, მე თვითონ მაქვს პრაქტიკები, იქიდან გამომდინარე, რომ ვამზადებ ბავშვებს, მოსწავლეები მყავს და ასე შემდეგ. ანუ შეხება უკვე რა ასაკის ბავშვებთან გაქვთ, პატარებთან თუ დიდებთან? მე მაქვს შეხება და ახლა მე-3 კლასიდან მე-7 კლასის ჩასვლით მოსწავლეებთან. ძალიან, რამდენად გეხმარება ის თეორიული ცოდნა, რასაც უნივერსიტეტში იღებ, მაგალითად დღეს პრაქტიკაში განსახორციელებლად? კი, რა თქმა უნდა, ძალიან მეხმარება, ეს პირველ რიგში ჩვენი ლექტორების პროფესიონალიზმის დამსახურებაა და უნივერსიტეტში მიღებული თეორიული განათლება პირველ რიგში მეხმარება პრაქტიკაში გამოყენება, პრაქტიკაში. ანუ რეალურად თუ აპირებ, რომ დასაქმდე საბოლოოდ, ანუ შენი გზა იყოს ეს, რომ იყო პედაგოგი, დაწყებითი განათლება, იმიტომ რომ იშვიათია დღეს ახალგაზრდების უმრავლესობა არ ირჩევს თუნდაც პედაგოგიურ საქმიანობას, რატომღაც. სამწუხაროდ ეს ერთ-ერთი პრობლემაა დღეს განათლების და შენ ეს აირჩიე, ალბათ თავიდანვე გინდოდა. კი, ძალიან მინდოდა. საერთოდ პედაგოგი რომ იყო, უნდა იყო თვითონ მოწოდებით უნდა იყო პედაგოგი, რა თქმა უნდა. უნდა გიყვარდეს ბავშვები. დიახ, სამომავლოდ გეგმო რომ სკოლაში ვიმუშაო, მასწავლებლად და ნახოთ რამდენად გამოვა. ძალიან კარგი ნათია, ძალიან დიდი მადლობა რომ ამ საქმეს ემსახურები, იმიტომ რომ ჩვენ გადაცემაში რამდენიმეჯერ მყავდა სტუმარი, რომელმაც ისაუბრა უშუალოდ განათლებაზე. იყო ძალიან ბევრი პრობლემა და ძირითადად ვაწყდებოდით კარგი კადრების არ ყოლას ამ შემთხვევაში ქვეყანაში და არა მარტო ჩვენი პრობლემაა, ეს ზოგადად განათლების პრობლემა გახლავს. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებისთვის უფრო მისაღებია თუნდაც ახალგაზრდა პედაგოგები, ისინი ვინც მათ უკეთესად გაუგებენ. ამ შემთხვევაში ეს ძალიან კარგია. გაქვს შეხება ახალგაზრდებთან, როგორც ვიცი, ან ძირითადად რას ხედავ მათგან, რამდენად არიან მოტივირებულები, ზოგადად მოტივაციას როგორ ხედავენ და მაინტერესებს რა პრობლემებს აწყდები ხოლმე მათთან ურთიერთობის დროს. კი, მე მაქვს ძალიან ბევრი ახალგაზრდათან შეხება და ისინი არიან ძალიან მოტივირებულები, მონდომებულები. ვფიქრობ, რომ მოტივაცია პირველ რიგში არის ძირითადი, რაც შეიძლება ის საქმიანობასთან დაკავშირებულ წარმატებას რომ მიაღწიონ, იმიტომ რომ მოტივაციის გარეშე არაფერი არ გამოდის საერთოდ. ძალიან კარგი. ანუ თქვენ თეორიულად სწავლების დროს მეც მქონია რამდენჯერმე შეხება და გასწავლიან ალბათ როგორ უნდა გაუჩინოთ მოტივაცია ბავშვს, როგორ უნდა გაუჩინოთ ინტერესი. ამ შემთხვევაში თქვენ ითვალისწინებთ მათი ინტერესის სფეროებს თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი? დიახ, ეს ძირითადია მათი ინტერესის სფეროს მიხედვით. მასწავლებელმა საჭიროა, რომ ანუ ყველა ბავშვს ინდივიდუალურად უნდა მიუდგეს, გაიგოს ბავშვის ფსიქოლოგია, მისი ინტერესები უნდა გაიგოს და მხოლოდ ამის შემდეგ მეგობრული ურთიერთობით გააგრძელოს მათთან საქმიანობა. ნათია, ეს თქვენი უშუალო პროფესია, მაგრამ თქვენ შეეხეთ ინკლუზიურ განათლებას და აუცილებლად მინდა აღვნიშნო. ეს არის ძალიან რთული საკითხი და რეალურად კადრები ჭირს. ამ საქმის პროფესიონალები. ძირითადად როგორ ბავშვებთან აქვთ შეხება? ეს არის უნარშეზღუდული ბავშვები. უნარშეზღუდული ბავშვები, ჰიპერაქტიული ბავშვებიც, დიახ, რომლებიც არიან განსაკუთრებით სენსიტიურები და მათ განსაკუთრებით ჭირდებათ ჩვენი გორჩი დგომა და მაგრამ რთული საქმეა ეს როგორც მე ვიტყვი. აი თქვენთან მაგალითად მიმართულებაზე რომელს უფრო ირჩევენ ხშირად დაწყებით განათლებას თუ სწორედ ამ სპეციალობას? სხვათა შორის ეს არის 50-50. ანუ არჩევანი ეგრეა. ისეა. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. მოდი ახლა უშუალოდ გადავიდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. მე როგორც ვიცი და
თქვენი გამოცდილებიდან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში ყოფილხართ. მაინტერესებს ჯერ ზოგადად აღნიშნოთ, რა როლი უკავია ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციებს ახალგაზრდას განვითარებაში და შემდეგ უკვე დავიწყოთ იმ ორგანიზაციით, სადაც თქვენ მიხვედით პირველად და ასე რომ ვთქვათ, განვითარების გზა გაიარეთ. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციებს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ახალგაზრდების პროფესიულ ჩამოყალიბებაში, ზოგადად გაზრდაში. ვფიქრობ, რომ მათ ეხმარება ჩამოყალიბდნენ ისეთ ადამიანებად, რომლებიც შემდეგ კონკურენციას გაუწევენ სხვა ადამიანებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტობის პერიოდში. სანამ დაამთავრებენ საბაკალავრო პროგრამას და იქამდე დააგროვებენ გამოცდილებას, რა თქმა უნდა, რომელსაც შემდგომში გამოიყენებენ მათ საქმიანობაში. გამოიმუშავებენ უნარებს, გუნდური მუშაობით, ეს იქნება ლიდერული რაღაც დამახასიათებელი სამუშაოებით, პროექტებით, თამაშებით. მოდი დავიწყოთ ლიდერთა კლუბით. მე როგორც ვიცი, პირველი შენი ორგანიზაცია ლიდერთა კლუბი იყო. როგორ მიხვედი, როგორ მოხდა შენი შერჩევა და ზოგადად რამდენი ხანი გაგრძელდა და თუ გრძელდება დღესაც თანამშრომლობა და მაინტერესებს ძირითადად რას ემსახურებოდა თქვენი იქ ასე რომ ვთქვათ ახალგაზრდების მოვალეობა ძირითადად. თავდაპირველად ლიდერთა კლუბში მოვხვდი გასაუბრების საფუძველზე, თუმცა იქამდე ვიცნობთ ილაშა თაკალაძეს, მის ხელმძღვანელს. ძირითადად ლიდერთა კლუბის საქმიანობა იყო და არის, რა თქმა უნდა, პოეზიის საღამოების გაკეთება, ასევე ჰქონდა საჯარო ლექციები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტუმარი ყავდა ლევან ბერძენიშვილი, რომელმაც ისაუბრა ქართული ლიტერატურის შესახებ ახალგაზრდებში, რამდენად მნიშვნელოვანია ლიტერატურა და ასე შემდეგ. და კიდევ მაინც სხვა ორგანიზაციებზეც მინდა გითხოთ, სადაც მონაწილეობა მიგიღიათ, ან თუ კიდევ თქვენი ინიციატივით, ან თქვენი მეგობრების ინიციატივით, რაიმე ჯგუფი შეგიქმნიათ, მინდა გითხოთ. შეგიქმნია. მონაწილეობა მაქვს მიღებული მრავალ პროექტში, ასევე ერთ-ერთი იყო თამარ კანაშვილის პროექტი Speak Up in Georgia, რომლის საშუალებითაც მოვხვდი შემდეგ პროექტ ახალგაზრდების მშვიდობისათვის, სადაც შევიკრიბეთ 100 ახალგაზრდა, რომელიც მშვიდობის თემაზე ვიყავით გაერთიანებული. თუმცა ამ პროექტის შემდეგ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ არასამთავრობო ორგანიზაცია კლუბი ჰელიოსი, რომლის ძირითადი მიზანი არის, ასე იგი, ახალგაზრდებში მშვიდობის ხელშეწყობა და ჩვენ გადავიღეთ 2 სოციალური კლიპი მშვიდობის თემაზე. პირველი არის, ასე იგი, ბავშვების თვალით დანახული მშვიდობა და ასევე მოვიწვიეთ 11 ქვეყნის ახალგაზრდა, რომელსაც გამოხატავდნენ თავიანთ აზრს მშვიდობის თემაზე, ყველა საკუთარ ენაზე. ანუ თქვენ მიეცით 11-ვე ახალგაზრდას თუნდაც ჰელიოსის კლუბზე საშუალება, რომ თავიანთი აზრი გამოეხადათ და როგორც მე მივხვდი, ეს იმასაც კი ითვალისწინებდა, მათ შორის კარგი დამოკიდებულებას, რადგან 11-ვე წარმოადგენდნენ განსხვავებულ კულტურას, განსხვავებულ ქვეყნებს და მათ შორის ასე რომ ვთქვათ დამეგობრება, ალბათ ძირითადი მიზანიც ეს იყო. დიახ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დამეგობრება, ჩვენს ახლა ვაგრძელებთ ისე მუშაობას მათთან ერთად. ისინი ძალიან გულთბილი ადამიანები არიან, მეგობრულები არიან. თან მათ განსაკუთრებით ჭირდება ჩვენი თანადგომა უცხო ქვეყანაში არიან და აქედან გამომდინარე ყველანაირად ვცდილობთ, რომ მათ ყურადღება არ მოვაკლოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ჰელიოსი ეს ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია გახლავთ, თუ რა თქმა უნდა სრული გექნებათ პრეზენტაციაც კი შეგვიძლია გავაკეთოთ უკვე მასშტაბური. მაინტერესებს კითხოთ, ამ შემთხვევაში იდეა იყო ვიმეში, თუ შემოიკრიბეთ ერთი იმის რა ქვია, მიზნის მქონე ადამიანები. იდეა იყო ნამდვილად როგორც ვახსენე პროექტი ახალგაზრდების მშვიდობისთვის, ჩამოყალიბდით გუნდებად. და ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი გუნდი, რომელსაც ჰქონდა ერთი იდეა, ერთი თვალთახედვა და გავაკეთეთ პროექტი, რომელმაც დაიმსახურა მოწონება. კი ბატონო. მომავალში რას გეგმავთ? კიდევ მინდა გკითხოთ, ანუ დაწვრილებით, იმიტომ რომ შეიძლება არის საშუალება, რომ ახალგაზრდები ეს უფრო ნახონ, უფრო დაინტერესდა, იმიტომ რომ რადგან ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია, ბევრი ბავშვი არც კი ყოლებათ, ეს ლოგიკურია. იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაცია მივაწოდოთ მათ, რას გეგმავთ, როგორ შეუძლიათ დაკავშირდნენ და ასე რომ ვთქვათ, როგორ შეიძლება დიდი გუნდი შევკრათ. ჩვენ გეგმავთ, რა თქმა უნდა, მომავალში მუშაობის გაგრძელებას. ჩვენ ვაპირებთ ყოველ გადავიღოთ სოციალური კლიპები. ეს იქნება ნებისმიერ პრობლემაზე, მაგალითად ქალებთან დაკავშირებით, ქალების ჩაგვასთან დაკავშირებით, ელემენტარული მოხუცების თემაზე და თემასთან დაკავშირებით, ბავშვების თემაზე, ნებისმიერი სოციალური კლიპის, სოციალურ თემაზე, პრობლემაზე გადაღებას ვაპირებთ კლიპებით და მუშაობის გაგრძელებას. ხოლო რაც შეეხება ახალგაზრდებს ჩვენს ორგანიზაციაში შემოერთვის გაერთიანებისთვის ამ ეტაპზე არ გეგმავთ ჯერჯერობით არაფერს, თუმცა გააჩნია მუშაობის
აი თუ შეუძლიათ რომ რაღაც იდეებით მოგმართონ, რაში თქვენ დაეხმარებათ? ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლიათ, გვაქვს ჩვენ ოფიციალური Facebook გვერდი კლუბი ჰელიოსი, სადაც შეუძლიათ შემოგვიერთდნენ და მოგმართონ ნებისმიერი იდეები. ჩვენ პირიქით მუხარულები ვიქნებით მათი ესეთი კრეატიულობით. კი ბატონო. ჩვენ თემაც ზუსტად ეს არის, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების როლი ზოგადად ახალგაზრდების განვითარებაში და რა თქმა უნდა თვით რეალიზაციაში. ნათია, მე კიდევ ვკითხოთ ის, რომ უამრავ ახალგაზრდასთან გქონიათ შეხება. გქონიათ მით უმეტეს იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ პედაგოგი ბრძანდებით და გამოცდილებაც გაქვთ, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული. ერთადად რა პრობლემებს აწყდებიან ისინი, მაგალითად თუ შეგხვდებით ადამიანი, რომელსაც აქვს მიზანი, მაგრამ უშლის რაღაცები ხელს, მინდა გამოვყოთ რამდენიმე პრობლემა, როგორც დასაქმებაში, როგორც განათლებაში, თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციებში, რადგან მე მაქვს ერთი მაგალითი, ჩემი ერთ-ერთი სტუდენტის და ასევე სტუმრის მეგობარი იყო, რომელიც იძახდა, რომ არის ხშირად პრობლემები, როცა მე ვავსებ აპლიკაციას, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში, ხვდება ვეძებთ აქტიურ, მოტივირებულ ადამიანს და თუ ის არ არის ძალიან აქტიური, მაგრამ უნდა რომ ამ პროექტით დაიწყოს, არ შეავსებს აპლიკაციას, იმიტომ რომ თავს თulis რომ არ არის ის აქტიური. ამ შემთხვევაში თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, რადგან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში გიმუშავიეთ, გაქვთ ამის გამოცდილება, ზოგადად როგორ უნდა მიუდგას არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდას, რომ ის ასე რომ ვთქვათ, აიყოლიოს, მისი იდეები განახორციელოს და დაეხმაროს რეალიზაციაში. მხოლოდ ურთიერთთანამშრომლობით, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ახალგაზრდებში მოტივაციას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და საერთოდ ახალგაზრდა ვფიქრობ, რომ უნდა წარმოაჩინონ თავიანთი თავი, გააკეთონ თავიანთი თავის როგორ ვთქვათ, რეალიზაცია, რა თქმა უნდა. და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოტივაცია, შრომა რაც ძალიან მნიშვნელოვანია მიზნის მისაღწევად და ვფიქრობ, რომ ახალგაზრდამ არანაირად არ უნდა დაიხიოს უკან, რომ მიაღწიოს სასურველ მიზანს, რადგან თუ არ გადადგა ის ნაბიჯი და არ დაძლია კომპლექსები, ის ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევს მომავალში. კი ბატონო, მე კი უშუალოდ კონკრეტულად უკვე ვკითხავთ არასამთავრობო ორგანიზაციის როლი რა შეიძლება იყოს. მე მოვედი, ვარ მოტივირებული, მონდომებული, თქვენ რას თავაზობთ? როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, მე ზოგადად გესაუბრებით ამ შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებზე. რას თავაზობენ, რომ ახალგაზრდებმა უფრო კარგად დაინახონ ორგანიზაციები ახალგაზრდებს? ანუ რა პირობებია? სწავლება თუ იმ უკვე თეორიული ცოდნის რეალიზება პრაქტიკაში, რაც მათ უკვე აქვთ. ანუ რა შეიძლება შევსთავაზოთ, მაგალითად, დაინტერესებულ ახალგაზრდას? კი, არის, რა თქმა უნდა, ტრენინგების სახით ტარდება, ეს არის საჯარო ლექციები, შეხვედრები ასევე ცნობილ ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან, მსახიობებთან, ჟურნალისტებთან არის შეხვედრები. ასევე ახალგაზრდული ორგანიზაცია ხელს უწყობს ადამიანების პროფესიულ ზრდაში. პირველ ესე იგი პროფესიულ ზრდაში, ძირითადად მაინტერესებს თუ მოსვლან თვითონ იდეით სტუმრები. ანუ ამ შემთხვევაში, მაგალითად, ყავთ თქვენ კარგი სტუმარი, თუნდაც ეს ლექტორი, თქვათ ექიმი, ჟურნალისტი. ამ შემთხვევაში თქვენ მათ ინტერესით თვალისწინებთ, ისინი გეუბნებიან, რომ თქვათ ეს მოვიწვიოთ, თუ თქვენ თვითონ მოხდეთ ეს ყველაფერი. კი, არის, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევებიც, თან ძალიან ხშირად სხვათა შორის. და გარკვეული იდეები აქვს სტუდენტებს, რაც ძალიან ნახარებს, მოტივირებული ახალგაზრდები არიან ძალიან. და ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ მათი რჩევებით გაგვითვალისწინებია. ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც გუნდურად გადაუწყვეტია, თქვათ, რომელი სტუმრის ნახვა სურთ, ან რომელ ადამიანთან შეხვედრა სურთ. კი ბატონო. ერთი მე მოტივაციაზე კითხოთ, რადგან რამდენჯერმე ახსენეთ. ეს მოტივაცია თითქოს შეიძლება ითქვას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის, ასე რომ ვთქვათ, დევიზია და თუ მოტივირებული ხარ, შენ გაქვს გზა ხსნილი ცხოვრებაში ბიზნისკენ, რომელიმე პროექტში და ასე შემდეგ. რა განაპირობებს მოტივაციას? ანუ ამ შემთხვევაში მაინტერესებს რა იყო თუნდაც თქვენი მოტივაცია, როცა მიხვედით ლიდერთა კლუბში და როცა გადაწყვეტეთ, რომ ზოგადად ყოფილიყავით აქტიური ახალგაზრდა. რამ შეგიქმნათ მოტივაცია? რა იყო თქვენი ფონი ასე? საერთოდ ძალიან მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. მე თავს კომფორტულად ვხსნამ, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. სწორედ აქედან გამომდინარე, მინდოდა რომ მე თვითონაც გამეკეთებინა რაღაც ცხოვრებაში. და მივედი ლიდერთა კლუბში, რომელიც რა თქმა უნდა პირველ რიგში ძალიან დამეხმარა პროფესიულად ზრდაში, ჩამოყალიბებაში, უფრო ვიცი ზოგადად რა არის ჩემი მიზანი ცხოვრებაში, როგორ უნდა გავაგრძელო გზა და ასე შემდეგ. ანუ პირდაპირ ამბობთ, რომ ახალგაზრდული ორგანიზაციები ეხმარებიან
მათ ჩამოყალიბებაში. მეგობრები, ანუ ამ შემთხვევაში არის ხოლმე პრობლემები, მაგალითად წინა სტუმარი ჩემთან საუბრობდა იმაზე, რომ არის კონკურენცია, მაგრამ ჯანსაღი კონკურენცია კარგია, მაგრამ ხდება და გრძელდება ეს უკვე ცხოვრებაშიც. მაგალითად ერთ-ერთ პროექტში, სადაც მე თვითონაც ვიყავი თვითმხილველი, იყო რაღაც პრობლემები, რაც ეხებოდა უკვე პიროვნული ათვალწუნება, შემდეგ ამ ცხოვრებაში გადასვლა პროექტის მიღმაც რო უკვე გრძელდება. თქვენი აზრით მაინტერესებს იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდასთან მქონიათ შეხება და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთანაც თუ არის შემთხვევა კონკურენციის. რა თქმა უნდა, კონკურენცია კარგია, მინდა ის ამას გავუსვათ ხაზი. რა თქმა უნდა, კარგი არ იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია და არც ერთი სექტორი თუ მანდ ჯანსაღი კონკურენცია არ არის, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება თუ გქონიათ რამე პრობლემა, იმიტომ რომ როდესაც დამწყები ხარ, გაქვს რაღაც შიში თითქოს. მეც ასე ვიყავი თავიდან, როდესაც თქვა ჩემი საქმიანობა დავიწყე, ან თუნდაც ჩემი პირველი პროექტი გავიხსენე, რომ მქონდა შიში იმის კი არა, რომ ჩემი თავის არ მეჯერა. იყო რაღაც ფაქტორები, რომ რთულია თავიდან მოერგო უცხო გარემოს. ამის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში რა პირობებს უქმნით ახალგაზრდას, რომელიც მოდის თქვენს ორგანიზაციაში, თქვათ, საერთოდ არ იცნობს გარემოს, ანუ რა პირობები შეიძლება შესთავაზო ამ შემთხვევაში? კი, რა თქმა უნდა, მათ ვეხმარებით პროფესიულ დაში, რაც შეეხება კონკურენციას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ კონკურენცია არ არსებობს, ადამიანს არ აქვს იმის სურვილი, რომ გაიზარდოს პროფესიულად, რა თქმა უნდა, პროფესიონალურად ადგეს, რა თქმა უნდა და თუმცა არ მიაქციოს იმას ყურადღება ორგანიზაციის გარეთ რა დამოკიდებულება, ან ასე ვთქვათ, ყურადღება არ მიაქციოს, მაგრამ უნდა გააგრძელოს ჩვეულებრივ ცხოვრება, გააგრძელოს ბრძოლა წარმატებისათვის და ამის შემდეგ ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევს ერთ-ერთი სხვა ადამიანი, ასე ვფიქრობ. მოდი შევეხოთ სახელმწიფოს. სახელმწიფოს იმ შემთხვევაში, რომ იქიდან გამომდინარე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, არასამთავრობო პირდაპირ ხაზს უსვამ ამ სახელს, არასამთავრობო ორგანიზაციები თითქოს არანაირ კავშირშია სახელმწიფო სტრუქტურებთან, მაგრამ არის მომენტები, როდესაც თქვათ ისინი იდეით მიმართავენ რომელიმე საჯარო სამსახურს, რომ ან დაეხმარონ, ან დააფინანსონ. ამ შემთხვევაში იდეების დაფინანსება ხდება თუ როგორი დამოკიდებულებას ანიჭებთ უპირატესობას. უნდა იყოს კარგი დამოკიდებულება საჯარო სექტორსა და არასამთავრობო სექტორში, იმიტომ რომ ახალგაზრდებისთვის რეალურად არასამთავრობო ორგანიზაცია ეს არის ძალიან კარგი საშუალება და შესაძლებლობა, რომ მიაღწიონ დასახულ ბიზნესს, მაგალითად არასამთავრობოდან გადავიდნენ შემდეგ საჯარო სამსახურში მაგალითად. კი, რა თქმა უნდა, დამოკიდებულება პირველ რიგში, რაც შეიძლება კარგი დამოკიდებულება მქონდეს, შემდეგ პროექტების დაფინანსება იქნება ეს მხარდაჭერა, ნებისმიერი სახის მხარდაჭერა. მე უბრალოდ კონკრეტულად ფულთან დაკავშირებით ფინანსური და არ მაქვს ლაპარაკი, რა თქმა უნდა. ნებისმიერი სახის დაფინანსება შეიძლება ეს იქნება თქვა საკანცელერიო ნივთები და ასე შემდეგ გადაცემა. ოღონდ რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივ კარგი ჰარმონიული ურთიერთობა აუცილებლად უნდა იყოს გარანტი იმის, რომ შემდეგ ეს სამომავლოდ კარგად გაგრძელდება, რა თქმა უნდა. ნეტია მაინტერესებს ის, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გავხსენეთ თქვენი პირველი პროექტი, გავხსენეთ თქვენი мотиваცია, ასე შემდეგ. მინდა ბოლოსკენ, განსაკუთრებით ბოლოსკენ, მინდა კითხოთ, რას ურჩევთ ახალგაზრდებს? ურჩევდით, ანუ იმ გზაზე, რაც თქვენ უკვე გაიარეთ, რადგან არის მომენტი, რომ ახალგაზრდები გიყურებენ ახლა და ფიქრობენ, რომ თვითონ უნდა გაიარონ ის გზა, მათ მოწონთ, მოვლენ, გააკეთებენ. ანუ რას ურჩევთ? რისი არის შინადეთ? რა იყოს მათი мотиваცია და როგორ გააგრძელო მიზნისკენ ბრძოლა, იმიტომ რომ როდესაც მეც პატარა ვიყავი და აბიტურიენტი ვიყავი, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის, ვინმე დამლაპარაკებოდა, თუნდაც ტელევიზიით, თუნდაც ზოგადად და ერთიათ ის, რაც მათ უკვე ნანეხი აქვთ, რადგან გამოცდილი ადამიანის რჩევა ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ახალგაზრდებისთვის და მაინტერესებს რას ურჩევა, აი რამდენიმე მიმართულებად გამოვყავ, მაინტერესებს ძირითადი პუნქტები. ანუ მე ურჩევ ახალგაზრდებს პირველ რიგში, რომ თავარია დაიწყონ თუნდაც ძალიან მცირედით. რადგან სწორედ მცირედი ეხმარება შემდეგ ასე ეტაპობრივად ნაბიჯ განვითარებაში უნდა მოეკიდონ საქმეს პირველ რიგში პასუხისგებლობით, რა თქმა უნდა, რადგან ეს ყველაფერი ძალიან რთულია და ძალიან ბევრი წინაღობაა ცხოვრებაში. არ უნდა ჩაიქნიონ ხელი თავიანთ საქმიანობაში, დღეს თუ არ გამოუვიდათ რამე საქმე, აუცილებლად უნდა გააგრძელონ მათ ცხოვრება და უფრო მეტი შემართებით, უფრო მეტი მონდომებით, რა თქმა უნდა, ხოლოდ ასე თუ მიაღწევენ შედეგს. სხვანაირად არაფერი არ გამოვა საერთოდ. ნეტია, ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაცია ეს არის სექტორი, რომელიც სანამ თქვათ რაიმე გრანტს მოიპოვეს, ან რაიმე იდეის დაფინანსებას ის იქნება მატერიალური თუ მორალური, ამ შემთხვევაში თავიდან არის ყველაფერი ენთუზიაზმზე. ძალიან იშვიათია ახალგაზრდების, რომელიც ამას თანხმდება. მოდის თავიანთი თავისუფალი თუ ჩვეულებრივად დაკავებული დროის ძალიან დიდ ნაწილს დებს არასამთავრობო სექტორში მუშაობაზე და რეალურად ანაზღაურება არ არის, რაც დღეს არის ძალიან დიდი პრობლემა.
ძირითადად ახალგაზრდების უმეტესობა, როდესაც ხდება მსგავსი პროექტების წერა, სვამს კითხვას, არის თუ არა ანაზღაურება. თუ არ არის რეალურად სადღაც 50-დან 30% არ წამოვა. მაინტერესებს რას სიტყვი ამასთან დაკავშირებით. ენთუზიაზმი საჭიროა წარმატების მისაღწევად, რადგან მე თვითონ ენთუზიაზმით დავიწყე თავიდან, მინდა აღნიშნო. და მე ხდება თანდათან. ანუ ასეთ ახალგაზრდებს ასურჩევ, რომლებიც ფიქრობენ და რაღაც მოსახლეობის საკმაოდ დიდ პროცენტს წარმოადგენენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ენთუზიაზმი სისულელია წარმატების მიღწევაში, თავარია თქვათ მატერიალური მხარე. რადგან აზრი არ აქვს და რეალურად მოდის ისეთი რაღაც, რომ თუ მათ არ აქვთ მატერიალური ანაზღაურება, ისინი საერთოდ არც მატერიალურად არაფერს არ აკეთებენ, არც რეალურად ენთუზიაზმზე და ელოდებიან, როდის გაჩნდება საშუალება იყოს მატერიალური, ასე რომ ვთქვათ, დასაქმების წყარო და ინტერესის. ამ შემთხვევაში რას ვიტყვი? თავდაპირველად ასე ვიტყვი, რომ ენთუზიაზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან რომელიც სტუდენტი, რომელიც არ არის გამოცდილი, მას არანაირი გამოცდილება არ აქვს სამუშაო საქმიანობაში, აქვს მხოლოდ ენთუზიაზმი და თავიდანვე არ უნდა უყუროს იმას, გადაუხდიან ხელფას, არ გადაუხდიან და ასე შემდეგ. თავდაპირველად საჭიროა, რომ გაიზარდოს პროფესიონალად, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბდეს, ზუსტად გაიგოს რა სურს ცხოვრებაში და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება, რა თქმა უნდა, იმის შანსიც, რომ შემდეგ კონდეს ანაზღაურებაც და ასე შემდეგ. თავარია ენთუზიაზმი, მონდომება, შრომა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია საქმიანობაში. არის საკითხები, რომელიც არ შემიძლია ხაზგასმის გარეშე დავტავა, მაგალითად პრობლემური საკითხები, რომ მაგალითად ექნებათ პრობლემა მათ მუშაობის დროს. პრობლემა ის, რომ შრომობენ, მაგრამ თქვათ რაღაც პრობლემა ექნებათ, იმედი უსრულდებათ და შემდეგ არ აქვთ სურვილი, რომ გააგრძელოთ. ამათთან დაკავშირებით რა სიტყვით? ამასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ არანაირად არ უნდა გაჩერდნენ. არანაირად. თუ დღეს შეცდომა მოუვათ, თქვათ, ამ შეცდომებზე სწორედ უნდა ისწავლონ ცხოვრება, რაც სამომავლოდ უნდა გაითვალისწინონ ის და გაითვალისწინონ ასევე დაშვებული შეცდომები. გაანალიზონ ყველაფერი, დაფიქრდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელონ ცხოვრება და მოღვაწეობა. ბრძოლა პირველ რიგში შრომა ჩაუხრელი, რაც პირველ რიგში არის ესე იგი წარმატების მნიშვნელოვანი მაგალითი. კი ბატონო, მართლა ასეა, გითხრობთ 100%. მინდა ასევე გამოვხილო ორ ფაქტზე, გადაცემის დასასრულისკენ ორ იმ ძირითად მნიშვნელოვან ფაქტებზე, რომელიც გვხვდება სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ზოგისთვის ეს კარგია, ზოგისთვის ცუდი. მაგალითად, პრობლემა თვითონ ურთიერთობები. ახალგაზრდებს შორის დამოკიდებულება. ძირითადად ბევრი ფიქრობს, რომ ახალგაზრდები ერთმანეთთან ურთიერთობის დროს უშვებენ ძალიან ბევრ შეცდომას. ამ შემთხვევაში ეს შეცდომა შეიძლება იყოს პროფესიული, შეიძლება იყოს თქვათ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. მინდა ვახსენოთ ის, რომ არის თუ არა იმის გარდა და იმიდან გამომდინარე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში გვაქვს საქმე გუნდურ მუშაობასთან, გვაქვს საქმე ერთად ზოგადად ეს სექტორი წარმოადგენს, ასე რომ ვთქვათ, ძალიან კარგ მაგალითს გუნდური მუშაობის და პირველ რიგში აქედან სწავლობენ ბავშვები ყველაფერს, ხო? მაინტერესებს ამ შემთხვევაში რამდენად უნდა იყოს საქმეში გათვალისწინებული, ვთქვათ, შენი მეგობრის ინტერესები, შენი ოჯახის ინტერესები, ანუ თქვენ როგორ სწორად მიგაჩინეთ თუ არა, მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციებში სხვანაირი დამოკიდებულება. ანუ სხვანაირი დამოკიდებულებაში მოდი უფრო კონკრეტულად გეტყვი, რას გულისხმობ. მაგალითად, ოჯახის წევრთან ურთიერთობა. მაგალითად, თუ უნდა ხდებოდეს ისეთი რამ, რომ შენ დღეს ჩემი დახარ და არ გცალია, შეგიძლია დატოვო, წახვიდე და სხვა მოვიდეს, ან ხო ხვდებით რასაც გულისხმობ. ანუ ამ შემთხვევაში ეს რამდენად მომგებიანი, ან ძირითადად ვიცით, რომ ეს არ არის სწორი. მაგრამ მაინტერესებს თქვენ რა სიტყვით, იმიტომ რომ ბევრ ორგანიზაციაში კიდევ ერთხელ ვახსენებ, რომ გაქვს გამოცდილება და მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით რა სიტყვი. კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, როდესაც აკეთებ ასეთ მასშტაბურ ორგანიზაციას, არასამთავრობო ორგანიზაციას, როდესაც აყალიბებ, იქ უნდა ყველაფერი იყოს გათვალისწინებული წინასწარ. და რა თქმა უნდა, როდესაც მიდიხარ ასეთ ორგანიზაციაში და მუშაობ, უნდა გადადო გვერდზე აბსოლუტურად ყველა შენი პიროვნული პრობლემა, ყველა პირადი პრობლემა უნდა გადადო გვერდზე და უნდა იმუშაო ჩვეულებრივად. მაგრამ რაც შეეხება ოჯახის წევრებს არასამთავრობო ორგანიზაციაში, ზოგადად რთულია რა თქმა უნდა ამ საქმესთან დაკავშირებით ასე ლაპარაკი, მაგრამ ფიქრობ, რომ პირველ რიგში უნდა დააყენოს საქმე, მხოლოდ და შემდეგ ოჯახის ინტერესები. ხარ როგორ მიგაჩნიათ ზოგადად პიროვნული ურთიერთობები? არ შემიძლია რომ არ გკითხოთ, იმიტომ რომ თითქმის ყველა სტუმარს ვეკითხები. პიროვნული ურთიერთობები რამდენად სწორად მიგაჩნიათ, თქვათ, საქმის კეთების დროს. ანუ პირადი ცხოვრება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ყველას ცხოვრებაში, მაგრამ ზოგადად საქმესთან ერთად პირადი ცხოვრება რამდენად ჰარმონიულად შეიძლება იყოს და სწორია თუ არა ეს, თუნდაც თქვენი პირადი მაგალითზე შეგვიძლია
ხშირ შემთხვევაში არ გამოდის საერთოდ საქმესთან ერთად პირადი ცხოვრება. აუწყო, თორემ საქმეზე ხარ გადართული და ამ დროს პირადი ცხოვრება, უმეტეს შემთხვევაში ეს პირადი ცხოვრება არ აქვს ადამიანებს. მართლა ეგრესაც საქმეზე არის. ან თქვენ როგორ შეგიძლიათ თქვენ ამ შემთხვევაში გიშლით თუ არა ზოგადად პირადი ურთიერთობები ხალხს იმაში რომ იყოთ წარმატებული. თუ გვერდით ყავს ადამიანი ისეთი, რომელსაც თქვა შეგიძლიათ დაეყნათ და დაგეხმარებათ ზოგადად რა თქმა უნდა დამოკიდებული, მეორე ნახევარზეა ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული. თუ ის ხელს შეგიწყობს რომ შენ ჩვეულებრივად გააგრძელო პროფესიული საქმიანობა, რატომაც არა. თუმცა, როდესაც ხელს გიშლის ან რაღაცა, შეგიძლია უბრალოდ რომ ეს შენი გადასაწყვეტია, გინდა აირჩიე პირადი ცხოვრება, გინდა აირჩიე. ანუ მე ეს მაგალითი რატომ მოვიყვანე, ამერიკაში არის ესეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არის ძალიან ძლიერი და იმის დამფუძნებელი არის ქალბატონი, რომელიც არის 1955 წლის და დაოჯახებული არ არის. არ აქვს პირადი ცხოვრება არანაირი და იმის განცხადება იყო წინა დღეს დიდი სტატიაც იყო ამასთან დაკავშირებით, რომ მე მოუწოდებს ქალებს იმისკენ, რომ მათ არ გქონდეთ პირადი ცხოვრება, რადგან ფემინისტიც არ არის, რადგან ფემინისტებთანაც დაპირისპირებული ამ შემთხვევაში შენ ჩვეულებრივ არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს და ფიქრობს, რომ პირადი ცხოვრება ხალხს ხელს უშლის რაღაცნაირად რომ მიზან მიმართოთ იყოს, კი, იფიქროს, ორიენტირებული იყოს მაქსიმალურად თავის საქმეზე და რატომღაც ფიქრობენ, რომ ეს არ არის სწორი და ძალიან ბევრი ქალბატონი ეწინააღმდეგება და თქვენ იქიდან გამომდინარე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენდა ქალბატონი ხართ, სწორედ ამიტომ მკითხეთ თქვენი აზრი ამ შემთხვევაში. თქვენ თავიდან არ უარყოფთ ამ ფიქრობ ასე, რომ მარტო საქმეზე უნდა იყოს გადართული და პირადი ცხოვრება არ გქონდეს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, პირადი ცხოვრება ყველას სჭირდება, რა თქმა უნდა, საქმეც ყველას სჭირდება. უბრალოდ ეს უნდა ისე გააკეთო, რომ ორივე მოასწრო და ორივე გამოგივიდეს ჩემს. კი ბატონო. მოდი დაჯერებას გავაკეთებთ და ვისაუბროთ, რომ ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციები არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ახალგაზრდებს თქვენ ურჩიეთ, რომ მოვიდნენ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა, გააკეთოთ თავიანთი არჩევანი, გაგიმხილონ თქვენ მათი ინტერესები. და აქედან გამომდინარე ისინი მიიღებენ ცხოვრების განვისაც რაც სურთ, გამოიმუშავებენ საჭირო უნარებს და მიაღწევენ მიზანს უფრო მარტივად, ხო? ანუ ამ შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა იმისთვის, რომ რაღაცნაირად დააჯამეს რამდენიმე ორგანიზაცია, ახალგაზრდებს რჩევები მიეცი, ჩვენი თანამშრომლობა რა თქმა უნდა გაგრძელდება. იქიდან გამომდინარე, რომ თქვენი ორგანიზაცია ჩვენთან ითანამშრომლებს და რა თქმა უნდა ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გავაშკოთ თქვენი აქტივობები, რადგან რა თქმა უნდა ჩვენ რეალურად ეს დაიმალოთ საქმეს. მომსახურებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა კიდევ ერთხელ რომ მოიცავთ და მოხვედით ჩვენთან. მე კიდევ ზუსტად ერთი კვირით გავშვიდობები. ახალგაზრდული პოლიტიკა დაბრუნდება ეთერში, ისევ საინტერესო სტუმრებით და საინტერესო ახალგაზრდული თემებით. ნახვამდის.